ეს ბიულეტინების გამოქვეყნება რომ არ არის საკმარისი ამ თემის გაგრძელება მინდა პირველ რიგში, რადგან გენერალურმა გეგმამ 2019 წელს ეს ნოვაცია ნამდვილად იკისრა, რომ დაყო თბილისი ზონებად, იხელმძღვანელა გარემოს ეროვნული დაცვის სააგენტოს მანამდე არსებული კვლევებით, მერე განახლებული კვლევებით და თითქოს ეს გეოსაშროებად დაყოფა თბილისის რაღაც წინგადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასებულიყო, თუმცა ვნახეთ პრაქტიკაში, რომ წითელ ზონებში, გეგმამ წითლად მონიშნა, უბრალოდ მაღალი რისკის ზონები, ჩვეულებრივად გაგრძელდა მშენებლობის ნებართვის გაცემა, ანუ არაფერი არ შეცვლილა, იგივე ფიგურანტები, იგივე დოკუმენტები, რაც მანამდე მოითხოვებოდა აბსოლუტურად. იმ პერიოდში 2021 წელს, როცა რაღაც გამოცდილება უკვე დაგროვილი იყო ამ მიმართულებით, მე საკრებულოსაც კი მიმართე წერილით, რომ როგორ ხედავდა გეოსაშროების ზონებში აი ამ რეგულაციების ახსულების გზებს და რატომ არ იღებდა არანაირ რეგულაციას, იმიტომ რომ რაში გვჭირდება აკრძალვა, თუ არ ვიცით ის როგორ უნდა ავამუშაოთ, ხო პრაქტიკაში. თუმცა ცხადია არანაირი პასუხი ამ წერილზე არ მიმიღია, ეხლა ორჯერ 2-4-ია ეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს ქალაქის ხედვა, როგორ ხედავს ამ პრობლემის მოგვარებას. ცხადია, თუ კი ვამბობთ, რომ გეოსაშროების ზონები არსებობს, ჩვენ უნდა შემოვიტანოთ ახალი რეგულაციები, თუ როგორ მოვახდენთ იქ გამოკვლევას საკითხის და მშენებლობის ნებართვის გაცემას. ჩვენ არაერთ ეთერში ვისაუბრეთ იმაზე, რომ 4-ჯერ გადავადა სერტიფიცირებული სპეციალისტების შემოყვანა სამშენებლო ბაზარზე, არა და ჩვენ სწორედ ამიტომ მოგწონდა კოდექსი, თუ მოგწონდა. აქედან ან თუ გჭირდებოდა საერთოდ ეს კოდექსი და თუ მივიღეთ კოდექსი სივრცით დაგემარების და არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობის კოდექსს გულისხმობ, რომელმაც მშენებლობის ხარისხის ზრდა, უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზაცია დაუკავშირა სხვადასხვა ხარისხობრივ გაუმჯობესებებს რეგულაციების თვალსაზრისით, მაშინ რატო არ ვახდენთ მის ახსულებას? თუ ნახავთ ამ 4-ჯერ გადავადებული სერტიფიცირების კანონმდებლობას, ნახავთ, რომ ეხლანდელი ვერსიაც კი, რაც ჯერ კიდევ მომავალში უნდა ახსულდეს, საერთოდ არ ეხება არც გეოლოგებს, არც მშენებლობის უსაფრთხოების სპეციალისტებს და არც ერთ იმ სამშენებლო სფეროში დასაქმებულ სპეციალისტს, ვინც ხარისხი უნდა მოგვცეს. აქედან გამომდინარე, ეს მე აქ ვხედავ პრობლემას, ანუ სისტემურ პრობლემას ვხედავ, რომლის გადაწყვეტის გზაც და იდეოლოგიაც შესაბამისი სპეციალისტების მხრიდან სახელმწიფოსთვის უკვე მიწოდებულია, თუმცა დაიგნორებულია სახელმწიფოს მხრიდან.